მე ვარ გიორგი ხაჭაპურიძე, 21 წლის, ამ ეტაპისთვის ყოფილი მორაგბე და მოქმედი მწვრთნელი. პირველი ემოცია და პირველი ბურთთან შეხება ადრეულ ასაკში მქონდა, ვიყავი 8 წლის და გუშინდელი დღესავით მახსოვს ის ემოციები, რასაც იმ მომენტში მე და ჩემი თანაგუნდელები ერთმანეთში ვცვლიდით და ამ სპორტისგან ვიღებდით ამ სიამოვნებას. კარგი პერიოდი იყო, ყველა გულანთებულები ვიყავით და ამ სპორტით შეყვარებულები ვიყავით ადამიანები. ყველაზე ცუდი მომენტი იყო ტრამვის პერიოდი. მე-60 წუთზე მიწლება ჯვარედინი, მარჯვენა ფეხის ქვედა მყესები და ქვედა კუნთი დაუმორჩილებელი ხდება ზედა ფეხისგან. დიდი შეცდომა დაუშვი, ალბათ კიდევ ერთი აქაც ხაზს გაუსწავლ, რომ ძალიან პატარა ასაკში მომიწია ისეთ რაღაცების თამაში, რასაც თამამად ვიტყვი ზოგი ვერ თამაშობს კარიერის დამთავრებამდე და მთელი გული და სული ვთხოვე ექიმს, რომ ფინალი მეთამაშა და მივიღე ესეთი პრეპარატები, რომელიც იმ თამაშს გადამატანინებდა, მაგრამ იმ თამაშს ვერ რა მოხდებოდა, არ ვიცოდით. აქ გავიკეთე ოპერაცია. პირველი 4 თვე ოპერაციიდან მომიწია ეტლით გადაადგილება. და ალბათ ეგ იყო ჩემთვის ყველაზე დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა, იმიტომ რომ ეგ პერიოდი იყო, რომ რაღაცები გადავაფასე და რაღაცები უფრო გულთან ახლოს მივიტანე, ვიდრე მანამდე ყურადღებას არ ვაქცევდი. სანამ ვარჯიშს გავაგრძელებდი, სადაც მივედი ჩემს კლუბში, მითხრეს, რომ დიდიათი რომ ითამაშო, კიდევ გაგიმეორდებაო მაღალ ინტენსიურ ვარჯიშებზე, მაღალ კონკურენციაში მეტად უფრო დატვირთვა უფრო მაღალი იქნებოდა, რის გამოც ისევ რომ დამმართნოდა ეს ჯვარედინის ტრამვა, დიდი ალბათობა იყო იმის, რომ დავკოჭლებულიყავი და საერთოდ ნორმალურად ვეღარ გამიარე. და დღეს ვარ მეორე ლიგაში, ვარ თამაშობ სამოყვავილო დონეზე, არ ვიხარჯები მაქსიმალურად და ყველა ვარჯიშზე, ყველა თამაშზე ვცდილობ ჩემი თავის მაქსიმუმი ჩავდო, რის საშუალებასაც ამ ეტაპზე ჩემი ორგანიზმი მაძლევს. ამ ტრამვის შემდეგ ბოლომდე მაინც ვერ ჩამოვშორდი ამ სპორტს და გავაგრძელა ისევ ბავშვებთან მუშაობა, რომელსაც ტრამვამდეც ვაკეთებ. ამ ეტაპზე მე ვთამაშობდი რაგბის კლუბ რაშებში და აი აქ ზუსტად გავიცანი ის პატარა ბავშვები, რომლებსაც ვწვრთნი. ჩემი გამოცდილებიდან რომ ვისაუბრო, მიყვარს ბავშვებთან კომუნიკაცია. ალბათ მე რაც დამაკლდა და რაც ჩემს თავზე გამოცადა, იმას არასდროს მათ არ ვაგრძნობინებ. პირველ რიგში, რასაც მოედანზე საუბრობთ და აზრებს ვცვლით, მიხარია, რომ მათთვის ვარ უფროსი მეგობარი, რომლის იმედიც ყველგან აქვთ და ყოველთვის ექნება და ეს არის ალბათ დიდი პასუხისმგებლობა, რომ პატარა ადამიანებისთვის, პატარა ბავშვებისთვის მისაბაძი პიროვნება ვარ და ვარ ის ადამიანი, ვისაც მშობლების მერე ალბათ მოიაზრებენ თავიანთ გვერდით.